მოგესალმებით. ეხლა არის გამთელის 6 საათი და ვარ ბათუმის, ქუთაისი ბათუმის მატარებელში. და მგზავრობა გრის მხოლოდ 2 ლარი და ძალიან დანგრეული მატარებელია, მაგრამ 2 ლარი გაიქცია. ასეთი საკმაოდ მოუხერხებელი სკამებია. და კიდევ ერთი მინუსი ამ მატარებლის არის ის, რომ უნდა 5 საათი ბათუმამდე ჩასვლა. საუკეთესო შეგრძნება არის ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება არის უცებ მატარებლით რომ მოდიხარ ჩუქ და უცებ რომ დაინახავ ზღვას. აი ეგ არის ულამაზესი და ჩემთვის საყვარლესი შეგრძნება. არა და დარბოთოს მაჭარულები. ძალიან ცივია და რაღაცნაირები აქვს. ხო. ის კაია. ის იყო გამოცდილი. ჯეროჯან მაშინ ის გამოცდილი. იგი ხარ ფრიულ რესტორანში და მაჭარული ხაჭაპური გემრიელია და თან ის 18 ლარი და აფერალ ფუძვერებას ხომ მაჭარული 18 ლარი ეს კარგი პრაისია და გემრიელია. სამობით ორბიდან ამ სეზონზე ზამთარში მაშინ სეზონი არა და გაზაფხულით საკმაოდ ნორმალური ფასები აქვს ხოლმე ორბს ეს ოთახი და 20 ლარი და კაი ფასია, იმიტომ რომ ხოსთან ძალიან ახლოა, კარგი აქვს და რაც მოწესრიგებულია ყველაფერი, რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს ამ კონფლიქტის დროს, ვერაფერს რომ საკმაოდ მოწესრიგებული და კარგია და მიჯობი ფასი.
წავიდეთ და ვიმართოთ ხევში. აქეთ არის ჩვენი სხვა. აქეთ ამ მხარე ითოდა ზღამი ანათებდა და საერთოდ ვერ მეხვდები რომ საქართველოში ხარ რაღაც მგონია რომ მინი დუბაი გვაქვს აქ. აქ კაცობაც იყო ტელევიზორიც გვაქვს და აბასანაც საკმაოდ მოწესრიგებული იყო. ახლა წავედით მაკდონალდში. ეს ერთ-ერთი ტრადიცია ბათუმში ჩამოსვლისას ყოველთვის სტუმრობ მაკდონალდს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ მაკდონალდსი. არანაირი რიგები ორბის ლიფტებთან და ჩვეულებრივად დროზე მოდის ხოლმე ლიფტები, იმიტომ რომ არ არის სეზონი და ამ დროს მართლა კაია ორბი. მოვედით ყველაზე ლამაზ მაკდონალდში. ხომწამე ორმაგი ჩიზბურგერი და აშკარად ქუთაისის ჯობია. ქუთაისის მაკდონალდსი ჯობია. მათთვის ვისაც რომი და კოლიზეუმი ენატრება და უნდა რომ ნახოს. ბათუმში გვაქვს პატარა კოლიზეუმი. ახლა გაჩვენებთ ერთ-ერთ ულამაზეს ტაძარს.